2008 წლის სინგაპურის გრან პრი იყო სრულიად უნიკალური მოვლენა. პირველი ღამის რბოლა ფორმულა 1-ის ისტორიაში. თუმცა ის ისტორიის ფურცლებში არა ტექნიკური სიახლით, არამედ დიდი სკანდალით შევიდა. როს ბრაუნმა ჩეხსთან უდიდესი წარმატებების შემდეგ ჯეფოს მმართველი წლების შემდეგ გაიხსენა, თუ როგორ მიიპყრო მისი და მთელი პადოკის ყურადღება ფერნანდო ალონსოს უცნაურმა სტრატეგიამ. ალონსომ, რომელიც კეეში ასპარეზობდა, მოულოდნელად შეასრულა პიტსტოპი იმ დროს, როცა მისი საწვავის რაოდენობა და საბურავების მდგომარეობა ამის აუცილებლობას თითქოს არ მიუთითებდა. ეს ნაბიჯი ლოგიკურად აღიქვეს ექსპერტებმა, რადგან მას რეალური უპირატესობა არ უნდა მიეცა. მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს გაუგებარი გადაწყვეტილება იქცა მთელი სკანდალის დასაწყისად. მალე რბოლის მე-17 მოსახვევში ნელსონ პიკე ჯუნიორმა, ალონსოს თანაგუნდელმა, განზრახ მოაწყო ავარია. ოფიციალურად ის ამბობდა, რომ საბურავები ცივი ჰქონდა და მანქანას ვერ აკონტროლებდა, მაგრამ შემდგომში გაირკვა, რომ ეს კი ჰეძის ხელმძღვანელობის, ფლავიო ბრიოტორესა და ტექნიკური დირექტორის პირდაპირი დავალება იყო. შედეგად გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა, ხოლო ალონსო, რომელმაც მანამდე უსარგებლო პიტსტოპი უკვე მოესწრო, მოულოდნელად აღმოჩნდა ლიდერობაში. მთელი რბოლის განმავლობაში ალონსომ ეს უპირატესობა შეინარჩუნა და 61 წლის შემდეგ სინგაპურში გამარჯვება მოიპოვა. ეს იყო ერთი შეხედვით ბრწყინვალე ტაქტიკური გამარჯვება, მაგრამ სინამდვილეში წინასწარ დაგეგმილი სცენარი, რომელმაც ფორმულა 1-ის სამყარო შეძრა. ყველაზე დიდი დამტვრეული ფელიპე მასა აღმოჩნდა. ბრაზილიელი ფაიტის მეღოლი იმ დროისთვის მსოფლიო ჩემპიონატში ლიდერობდა და სინგაპურში გამარჯვების შანსიც დიდად ჰქონდა. თუმცა პიკეს ავარიამ მისი უპირატესობა გააქრო, უსაფრთხოების მანქანამ სხვებსაც მისცა შანსი. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, როცა მასა პიტსტოპის დროს საძვავის შლანგით გამოვიდა ბოქსიდან, რამაც მას რამდენიმე პოზიცია და ღირებული ქულები დააგარგვინა. საბოლოოდ, ამ ინციდენტმა მასის ჩემპიონობის შანსი მნიშვნელოვნად შეამცირა და ტიტულისთვის ბრძოლა ლუის ჰამილტონის სასარგებლოდ გადაიხარა. როს ბრაუნი, რომელმაც მოგვიანებით 2016 წელს წიგნში გაზევენი დეტალურად ისაუბრა ამ მოვლენაზე, ამბობს, რომ იმ დროს პრაქტიკულად ყველა გუნდსა და მექანიკოს ეჭვი ჰქონდა. და ალონსოს პიტსტოპი არ გავდა ლოგიკურ ნაბიჯს, მაგრამ იმ ვითარებაში ის ერთადერთი იყო, ვისაც პიკეს ავარიამ რეალური სარგებელი მოუტანა. დღემდე ეს საქმე, რომელსაც ხშირად ჯეიეზესაც უწოდებენ, რჩება ყველაზე დიდი სკანდალების სიაში ფორმულა 1-ის ისტორიაში. ფელიპე მასა კვლავ იბრძვის სამართლებრივად იმისთვის, რომ ეს შემთხვევა აღიარებულ იქნას, როგორც ჩემპიონატის შედეგებზე გავლენიანი მანიპულაცია. მისი აპელაციის საბოლოო გადაწყვეტილება მომდევნო თვეში უნდა გამოცხადდეს და ბევრი ფანი კვლავ ელოდება, შეძლებს თუ არა ბრაზილიელი თავისი სიმართლის დამტკიცებას. ეს ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ ფორმულა 1 მხოლოდ სიჩქარისა და ტექნოლოგიის ბრძოლა არ არის, კულისებში გადაწყვეტილებები ხშირად ისეთივე გადამწყვეტია, როგორც პილოტის ოსტატობა ტრეკზე.